გამარჯობა ეთერშია დღის ამბები 4-ზე მე ვარ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე. საეჭვო ჩანთა და გამნაღოლები მიგონაშვილის ქუჩაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ხანში დაასრულა მუშაობა, არადა გვერდით სავაჭრო ობიექტებიდან ევაკუაციაც კი გახდა საჭირო, როგორ დასრულდა საეჭვო ჩანთის ისტორია. ავლაბრიდან ანა ახალაია ჩვენი ჟურნალისტი მოგვიყვება რა იპოვეს ბოლო-ბოლო ჩანთაში, რომელიც საეჭვო იყო ადგილობრივების თქმით და ადგილზე პოლიციაც იქნა მობილიზებული. დიანა, ავლაბრის მეტროს უკანა მხარეს, ზუსტად ამ ტერიტორიაზე, კონკრეტულად ფაღავას ქუჩაზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მოძრაობა იყო შეჩერებული, ვინაიდან როგორც ცნობილია, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქალაქემ შეამჩნია საეჭვო ჩემოდანი, მან შეატყობინა შესაბამის სამსახურს, რის შემდეგაც უკვე შესაბამისი სამსახურმის წარმომადგენლებმა აღნიშნული ტერიტორია ყვითელი ლენტებით გასაზღვეს ამ ტერიტორიაზე არსებული მაღაზიებიდან და საცხოვრებელი სახლებიდან მოხდა მოსახლეობის ევაკუაციაც, ისინი ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა ამ ჩემოდანში იყოს ბომბი. რამდენიმე საათიანი განაღვვითი სამუშაოების შემდეგ გაიხსნა ეს ჩემოდანი, სადაც საბედნიეროდ აღმოჩნდა ქალის ტანსაცმელი და ჰიგიენური ნივთები. ამ წუთებში ამ ქუჩაზე მოძრაობაც არის აღდგენილი და როგორც მაღაზიებში, ასევე საცხოვრებელ სახლებშიც მოსახლეობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, ესე ვთქვათ, მათი ნაწილი მუშაობას და ადგილზე ამ წუთებში არის მშვიდი სიტუაცია. დიდი მადლობა ანას, მოკლედ ქალის ტანსაცმელი აღმოჩნდა, საეჭვო არაფერი, მაგრამ თავად ჩანთა იყო საეჭვო და რამდენიმე ხნიანი მუშაობის შემდეგ პოლიციამ გახსნა ეს ჩანთა. თქვენ მოусმინეთ ანა ახალაიას ავლაბარში იმ ქუჩებზე, სადაც ეს საეჭვო ჩანთა იქნა აღმოჩენილი, მოძრაობა უკვე განახლდა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. დღეს სერგო რატიანმა პარლამენტის ხდომაზე უმრავლესობას მიმართა, რომ როდესაც მათ ვუსმენ საბჭოთა გადაცემები ვრემია ან მოამბე მახსენდებაო, თუ რას გულისხმობდა და ვისმა გამოსვლებმა გაახსენა რატიანს ვრემია ან მოამბე, ამის შესახებ ის თავად გვესაუბრება გადაცემის მეორე ნაწილში. მანამდე კი თვითმმართველობის არჩევნები და უკვე გამოცხადებული, ფაქტობრივად გამოცხადებული თარიღი, თუმცა არაოფიციალურად. მეორე ტური იქნება და მეორე ტური არ იქნება. ასეთია მართველი ძალის და მისი მთავარი ოპონენტის განცხადებები თბილისის მერის არჩევნებზე. სამი ფიგურანტი ცნობილია ამ არჩევნების, შაბათს კახიკალაძის წარდგენა იქნება ოფიციალურად, დანარჩენი კანდიდატები კი ზუსტდება. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ თბილისის მერის არჩევნები, ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ჯერ ისიც არ არის ცნობილი, რამდენ ქალაქში ვირჩევთ მერსა და გამგებელს. 15 ივნის პარლამენტმა 86 ხმით 10-ის წინააღმდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტის მიხედვით 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად 5 დარჩება, თვითმმართველის სტატუსს შეინარჩუნებს თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი და ბათუმი. ტერმინოლოგიური ცვლილება შეეხება კოდექსის მთელ ტექსტს და შესაბამისი მუხლებში ჩანაწერი იქნება გამგებელი მერი და გამგებობა და მერია იცვლება ჩანაწერით მერი და მერია, ანუ იქნება მხოლოდ მერი და მერია. კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას წინ წავე განხილვა უძღო და ოპოზიცია მართულ გუნდს 2014 წელს გატარებულ რეფორმას ახსენებს, რომლის მიხედვითაც თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 5-დან 12-მდე გაიზარდა და ახლა კვლავ ძველ მდგომარეობაში დაბრუნებას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. თვითმმართველობის არჩევნების მთავარი ინტრიგა მაინც შევთანხმდეთ, რომ არის თბილისის მერის არჩევნები და კიდევ ვიმეორებ, რომ სამი ფიგურანტი მონაწილე ამ არჩევნების ცნობილია. ნინო ბურჯანაძე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პოლიტიკურ ძალას სხვა კანდიდატი ეყოლება. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ განცხადება უკვე გააკეთა და აი როგორ ახსნა ეს. მე არ ვთვლი, რომ თბილისის მერად უნდა ვიყარო კენჭი, ყველა მის საქმე უნდა აკეთოს, რაც კარგად გამოსდის. წარმოდგენილ კანდიდატებზე უკეთესი მერი ნამდვილად ვიქნებოდი, მაგრამ ვთვლი, რომ არის საკითხები, რომლებიც სხვაგვარ მიდგომას საჭიროებს. რა გამოსდის უფრო კარგად, სად ხედავს საკუთარ თავს და როგორ უყურებს თვითმმართველობის არჩევნებს, ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი არის ჩვენი სტუმარი. ქალბატონო ნინო, რატომ ფიქრობთ, რომ მერობა არ არის თქვენი, თქვათ, აი ამ არჩევნებში ჩართვას არ აპირებთ პირადად და მხოლოდ პარტიის სხვა კანდიდატით შემოიფარგლებით?
დიდი მადლობა, მოგესალმებით დიანა, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. მე ვფიქრობ და ჩემი თანაგუნდელებიც ვფიქრობთ, რომ უმჯობესი იქნება თუ სხვა კანდიდატთან დაკავშირებით შევთანხმდებით და შევაჯერებთ ჩვენს პოზიციებს. ჩვენმა პარტიამ ის განცხადებაც გააკეთა, რომ ჩვენ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ თუ ოპოზიციას ეყოლება ერთიანი კანდიდატი, ამგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას თავისთავად ცხადია, არც ერთს და არც მეორე ფლანგს, თუ სხვა ოპოზიციურ პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ შეაჯერონ პოზიციები სხვა კანდიდატთან დაკავშირებით, ჩვენ ნამდვილად არ გამოვრიცხავთ, რომ ჩავერთოთ ამ პროცესში და დაუჭიროთ მხარი და იმედია ეს ღირსეული კანდიდატი იქნება. თუ ეს არ მოხდა, ბუნებრივია ჩვენ ასეთ შემთხვევაში ვიფიქრებთ ჩვენი კანდიდატურის დაყენებაზე და ვიმსჯელებთ ყველა კანდიდატზე და ყველა შესაძლო ვარიანტზე თბილისის მერობასთან დაკავშირებით. მაგრამ ერთი რამ არის დიანა ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ როგორმე უნდა მოვახერხოთ ის, რომ არჩევნებს კონდეს აზრი, რომ მოსახლეობამ გაითავისოს, რომ მათზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუ ჩვენ ისევ შევქმნით ქართულ ოცნებას იმ კომფორტს, რომ ადამიანები ან ხელის ჩაქნევის, ან იმედის გაცრუების, ან რაიმე სხვა ფაქტორის გამო, ან არ მივლენ არჩევნებზე, ან თვალს დახუჭავენ, როდესაც მათი ხმებით მანიპულირება მოხდება, ან გაყიდიან თავის ხმას, ან უბრალოდ შიშის გამო გაჩუმდებიან, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უბრალოდ არჩევნებს აზრი არ ექნება, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც ქართული ოცნება იღებს ისეთ ცვლილებებს კანონმდებლობაში, რომ პრაქტიკულად შეიძლება დაწერონ ნებისმიერი ციფრები იმის და მიუხედავად, რა შედეგიც არ უნდა დააფიქსიროს ოპოზიცია. გაბატონინო, მოდი შევთანხმდეთ საზოგადოებას უთხარით, რომელ პოლიტიკურ ძალებთან ერთად ხედავთ თქვენ საერთო კანდიდატის შესაძლებლობას, რომ ალბათ მაყურებლისთვის საინტერესო იქნება ამ ორთა ბრძოლაში, ვის უნდა ხედავდნენ, მაგალითად თქვენი მოკავშირეები ვინ იქნებიან, ვისთან ერთადაც თქვენ თანახმა იქნებით, რომ ყავდეთ საერთო კანდიდატი. ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა გამორიცხეთ თავშივე. სხვები ვინ არიან, ვისთან ერთადაც იქნებით? აბსოლუტურად. და ნებისმიერ სხვა ოპოზიციურ ძალასთან, ესე ვთქვათ, ერთობლიობაში ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ საერთო კანდიდატთან დაკავშირებით. აი ვინ? რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, პატრიოტთა ალიანსი, ლეიბორისტული პარტია, რომ ეხა რესპუბლიკურ პარტიას არ ამგონია რომ სურვილი კონდეს ესე ვთქვათ ჩვენთან თანამშრომლობით. მე რესპუბლიკურ პარტიას და ერთ-ორ სხვა პარტიას ნაციონალურ მოძრაობასთან უფრო ვხედავ ვიდრე ოპოზიციის აქეთა ფლანგზე, მაგრამ ნუ არ ვიცი, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენა. ანუ ოცნებისადმი მიდგომით კი არ იყოფით ოპოზიციაში, არამედ ნაციონალური მოძრაობისადმი მიდგომით შეიძლება იყოფოდეთ? ანუ ვის აქვს მკვეთრი პოზიცია ნაციონალურ მოძრაობაში? არა, პოზიცია ძირითადად არის სწორედ ოცნებასთან მიმართებაში, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა ამ შემთხვევაში სრულიად სხვა ფაქტორია. ნაციონალური მოძრაობა ჩემთვის ყოველთვის იყო და რჩება დამნაშავე ორგანიზაციად. უბრალოდ მე არ ვთვლი ახლა საჭიროდ ამ თემაზე მუდმივად ვილაპარაკო, იმიტომ რომ ახლა მთავარი ოპონენტი და მთავარი სამიზნე არის სწორედ ოცნება. გასაგებია. თქვენ კარგად არ გაგვეცით მაინც პასუხი, რატომ ფიქრობთ, რომ მერობისთვის საჭირო თვისებები არ გაქვთ? ანუ სად ხედავთ? მხოლოდ საპრეზიდენტო სავარძელში ხედავთ თქვენ თავს, იმიტომ რომ თქვენ მხოლოდ პერსონალურად ამ არჩევნებში ჩაერთვეთ, როგორც იყო საპრეზიდენტო არჩევნები თავის დროზე. არა, მე არ ვთვლი, რომ მერობისათვის საჭირო თვისებები არა მაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ უფრო მეტი თვისებები მაქვს, ვიდრე მხოლოდ მერობას სჭირდება და ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილება და ჩემი, ესე ვთქვათ, შესაძლებლობები გაცილებით უფრო შეიძლება გამოადგეს ქვეყანას სხვაგან, ვიდრე ეს თბილისის მერობა არის. ახლა პირდაპირ შემიძლია გითხრათ დიანა, რომ ქართულმა ოცნებამ ისეთი სტანდარტები დააწესა, მაღალი თანამდებობების დაწესების, გნებავთ თბილისის მერი დაარქვით, გნებავთ პრემიერ-მინისტრი, გნებავთ პარლამენტის თავმჯდომარე და გნებავთ ნებისმიერი თანამდებობა, არა თუ მე, არამედ ნებისმიერ ძალიან ბევრ სხვა ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ძალიან მაღალი პრეტენზიებით. ახლა მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად გავართმევდი ძალიან კარგად თბილისის მერობასაც თავს, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ამ თანამდებობაზე შეიძლება უმჯობესი იყოს, რომ სხვა ტიპის და სხვა, ესე ვთქვათ, კატეგორიაზე უფრო ორიენტირებული ადამიანი იყოს. გაბატონინო, თქვენ თავს ასე დავსვამ ამ შეკითხვას, შეინახავთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის?
არა, მე თავის შენახვაზე არ არის დიანა საუბარი. მე არასოდეს არ მიზრუნია იმაზე, რომ ჩემი თავი შემენახა და თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, თქვენ ძალიან ბევრი რამის მოწმე ხართ ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, როდესაც თქვენ გესმოდათ ძალიან კარგად, რომ მე შემეძლო სხვაგვარად მოუქცეულიყავი, მე რომ პოპულარობა ან თავის შენახვა მთავარ პრინციპად მქონოდა წარმოდგენილი, მაგრამ ვიქცეოდი ისე, როგორც ეს ქვეყანას და საქმეს სჭირდება. მე რომ დღეს ვხედავდე იმას, რომ ჩემი მერობის კანდიდატად დადგომა ეს იქნება გადარჩენა ქვეყნისთვის, საქმისთვის, ოპოზიციისთვის, არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ეს ნაბიჯიც გადავდგა. მე უბრალოდ დღეს ამას ასე არ ვხედავ, თუმცა ესე ვთქვათ, მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებითაც იყო. მე იმედი მინდა ვიქონიო, რომ ჩვენ შევძლებთ ისეთი კანდიდატის პოვნას ან პარტიის მხრიდან დავასახელებთ, ან საერთო ოპოზიციური კანდიდატის მხრიდან, რომელიც განახორციელებს იმ მოქმედებებს და იმ ნაბიჯებს გადადგამს, რაც საჭირო არის და რასაც ხალხი ამჟამად ელოდება. კიდევ ვიმეორებ, ჩემი თავის შენახვაზე არასოდეს არ მიფიქრია და არც ვფიქრობ. მე უბრალოდ ნამდვილად ძალიან კარგად ვიცი დიანა, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შემიძლია მე ჩემს თანაგუნდელებთან და თანამოაზრეებთან ერთად ქვეყნისათვის. ასე მოხდა და ეს არ იქნება ზედმეტი თავისქება, რომ შემიძლია ქვეყანას გაუკეთო ის, რისი შესაძლებლობაც დღეს არ აქვს სამწუხაროდ არც ერთ სხვა პოლიტიკურ ლიდერს. მაგრამ ეს საზოგადოებამ უნდა დაინახოს, საზოგადოებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მანდატებთან დაკავშირებით, რა მანდატს მოგცემს და რა უფლებამოსილებას და მე შესაბამისად ყველგან ვიზრუნებ და ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნის. გაბატონინო, თავის შენახვა ეს რიგითი ჯარისკაცის თანამდებობა თუ სხვა. გასაგებია, თავის შენახვა თქვენ არ მოგეწონათ ასე ფორმულირება საკითხის. მაშინ ასე ვიტყვით, თქვენ თავს ხედავთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პერსონალურ ბრძოლაში, პერსონალურ ჩაერთვებით მხოლოდ იმ არჩევნებში და ამიტომაც არა თბილისის მერის არჩევნებში. გავიგეთ რატომ არ ერთვებით თბილისის მერის არჩევნებში, მაგრამ იქნებ თუ გავთ გადაწყვეტილი, გვითხრათ, თქვენ იქნებით 2018 წლის არჩევნების მარათონის მონაწილე? დიანა, იცით რაშია საქმე? ყველაფერი გააკეთა ქართულმა ოცნებამ იმისათვის, რომ პრაქტიკულად საპრეზიდენტო ინსტიტუტი აბსოლუტურად გამოეშიგნა. ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ პრაქტიკულად, ესე ვთქვათ, პრეზიდენტობის ინსტიტუტი დაენგრიათ. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ ხედავთ, რომ კონსტიტუცია ორი მოსმენით უკვე მიიღო ქართულმა ოცნებამ. მე ვთვლი, რომ თავმოყარე საზოგადოებას და თავმოყარე ქვეყანას არ უნდა დაეშვა ამ კონსტიტუციის მიღება, თუმცა მესამე მოსმენა ჯერ კიდევ წინ არის და მე ნამდვილად მოუწოდებ საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებსაც, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელი შეუშალოთ ქართულ ოცნებას მიიღოს კონსტიტუცია მესამე მოსმენით. იმიტომ კი არა, რომ ბურჯანაძეს ან ბურჯანაძის მომხრეებს რამე გვინდა და პრეზიდენტობა გვინდა და ან პრეზიდენტობა უკაცრავად დიანა, მაგრამ მე იმისთვის კი არ მინდა რომ პრეზიდენტი გავხდე. პრეზიდენტობა და თანამდებობა მე ყოველთვის მჭირდებოდა იმისათვის, რომ ქვეყნის საქმე მეკეთებინა და საქვეყნო გადაწყვეტილებები მიმეღო. ზოგადად ბურჯანაძე იქნება თუ არა პოლიტიკურ სივრცეში, ამის და მიუხედავად ეს კონსტიტუცია ქვეყნისათვის არის დამაქცევარი. ეს მოდელი, რომელიც ახლა ქართულმა ოცნებამ შემოიტანა, არის აბსოლუტურად მიუღებელი საქართველოსათვის და იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ არ აგვაქვს ელემენტარულად არც პოლიტიკური ჩამოყალიბებული სისტემა, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკური პარტიების ძალიან დიდი ნაწილი სატელიტობაზე მიდიან და როდესაც ჩვენ ვიცით, რომ დეპუტატების ძალიან დიდი ნაწილის ხმა უბრალოდ იყიდება, ამ მოდელში, ამ რეალობაში საპარლამენტო მოდელი ქვეყნისათვის დამაქცევარია აბსოლუტურად. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. თქვენ ძალიან კარგად იცით, როგორც ერთმა გამოცდილმა ჟურნალისტმა რამდენი რამ ახდა, რაზეც მე ვლაპარაკობდი, ხო? პრაქტიკულად ყველა პროგნოზი აბსოლუტურად ახდა, რაზეც ვამბობდი. ეხლაც ესე იქნება. ეს სისტემა, ეს მოდელი, ქართული ოცნების ეს ქცევა, ქართული ოცნების ეს სიყალბეები და ტყუილები, რამაც განაპირობა საარჩევნო სისტემის მთლიანად ჩამოშლა, აუცილებლად მიიყვანს სამწუხაროდ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებამდე, პოლიტიკურ კრიზისამდე და გადავა ეს პროცესი ქუჩაში. მერწმუნეთ, არავითარი სურვილი არ მაქვს ქუჩაში დგომის, არც 2003-ში არ მქონდა დიდი სურვილი, რომ რევოლუცია მომხდარიყო. ასე დროს 2012 წლის წინასაარჩევნო სიტუაციას იხსენებენ, რომელიც წინასაარჩევნო ვითარებაც მძიმე იყო და საარჩევნო სისტემაც იყო იგივენაირი შერეული, როგორც ეხლა რჩება, თუმცა ქართულ ოცნებამ
ხელისუფლებას მაშინ არ დასჭირვებია რევოლუციური გზით წასვლა, მან არჩევნებში მოუგო ხელისუფლებას. ანუ იგივე სისტემის პირობებში თქვენ ასეთ შესაძლებლობას სხვა პოლიტიკური ძალებისთვის სისტემის გამო ვერ ხედავთ თუ იმის გამო ვერ ხედავთ, რომ შესაძლოა სხვას ამის რესურსი იგივე არ კონდეს, რაც ქონდა 2012 წელს ოცნებას. Ну, ახლა რესურს მილიარდებს თუ გულისხმობთ, ჩვენ მილიარდები არასოდეს არ გვექნება და აქ სხვა რამე არის, დიანა, ქართულმა ოცნებამ 2012 წელს სააკაშვილი რომ დაამარცხა, ანუ გავიწყდებათ, ძალიან გთხოვთ, რომ სააკაშვილი 2011 წლის 26 მაისით უკვე პოლიტიკურად ხერხემალში იყო გადატეხილი. ზოგისთვის 2007 წლის 7 ნოემბრითაც იყო ხერხემალში გადატეხილი, მაგრამ მან მოახერხა იმის შემდეგ ძალიან საეჭვო, მაგრამ ორი არჩევნების მოგება. არა, უკაცრავად, დიანა, რა 2007 წლის 7 ნოემბერი იყო სრულიად სხვა რეალობა და 2011 წლის 26 მაისი იყო სრულიად სხვა რეალობა. 2007 წელი შესაძლოა ბევრად მძიმე იყო. დიანა, ნუ მეკამათებით, არ გეკამათებით, უბრალოდ 2007 წელი მძიმე იყო, მაგრამ ჩვენ საუბარს, დიახ. ვერ იქნებოდა 2007 წელი უფრო მძიმე ვიდრე 2011 წელია. ფიზიკურად ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ძალადობა, უბედურება, უსინდისობა, რაც იყო 2011 წელს გამოყენებული, იყო განუზომლად უფრო დიდი ვიდრე 2007 წელს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ 2007 წელი უნდა დავიწყოთ, მაგრამ აქ მხოლოდ ძალადობაზე არ არის საქმე. 2007 წელს სააკაშვილს კიდევ ძალიან დიდი მანდატი ჰქონდა, ძალიან დიდი მთობა ჰქონდა მოსახლეობის მხრიდან და რაც არ უნდა ვთქვათ, რეგიონებში განსაკუთრებით მოსახლეობამ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სააკაშვილს ძალიან დიდი რაოდენობით დაუჭირა მხარი. 2012 წელს უკვე რეალურად სხვა სიტუაცია იყო და მოსახლეობის განწყობა იყო აბსოლუტურად და განუზომლად სხვა. ხა როგორ ადარებთ თქვენ 2012 მე მაგალითად 2007 წელს და 2011 წელს იგივე განწყობა მქონდა როგორც ერთ მოქალაქეს. ამიტომ შესაძლოა კი, მაგრამ ეს ხომ მე და თქვენს განწყობაზე, დიანა, მე და თქვენს განწყობაზე ხომ არ არის დამოკიდებული ეს არა? ეს არის დამოკიდებული ძალიან ბევრ ფაქტორზე, მათ შორის თუნდაც 2008 წლის აგვისტოზე. არც თქვენ არ გექნებოდათ იგივე განწყობა 2007 და 2012 წელს, იმიტომ რომ აგვისტოს ომი დავანებოთ თავი 26 მაისს, რომლის ესე ვთქვათ, ნუ არ ვილაპარაკოთ, კი ბატონო, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ რანაირად შეიძლება ადამიანს იგივე განწყობა ჰქონდეს სააკაშვილის მიმართ, როგორიც ჰქონდა ვთქვათ 2007 წელს. კარგით, მოდით საარჩევნო პროცესს დავუბრუნდეთ. 26 მაისმა გადატეხა სააკაშვილი წელში და გარდა ამისა გამოჩნდა კიდევ ადამიანი, რომელსაც ნამდვილად ავტორიტეტი ჰქონდა ქართულ საზოგადოებაში, ნამდვილად ძალიან ბევრი რამ ჰქონდა გაკეთებული ქველმოქმედების თვალსაზრისით. ჩვენ ყველას გვჯეროდა, რომ ის უანგაროდ აკეთებდა ამ ქველმოქმედებას და არა თავისი მომავალი პოლიტიკური გეგმებისათვის, ამიტომ რწმენა ამ ადამიანის მიმართ მაშინ და მით უფრო რომ მას უმაგრებდა ზურგს მილიარდები, რამაც დამაბრმავებლად იმოქმედა ძალიან ბევრ ადამიანზე, რა თქმა უნდა იყო ფაქტორი. ეხლა მე ნამდვილად არ მინდა რომ 26 მაისი განმეორდეს, რაც შეეხება ეხლა ვთქვათ ვინმეს რომ გამოჩნდეს 5 მილიარდით ვერც ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ, ამიტომ ვამბობ მე რომ პრაქტიკულად ნულის ტოლფასია იმისი შანსი, რომ ამ ვითარებაში თუ ასე გაგრძელდა არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება. როცა საზოგადოება ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც ოდნავი თავმოყარეობა მაინც აქვს, დიანა, კარგავს იმის შანსს და იმის იმედს, რომ არჩევნების გზით შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება, ეს პროცესი ყოველთვის შემდეგ გადავა ქუჩაში და ეს პროცესი ყოველთვის გამოიწვევს მერე სერიოზულ პოლიტიკურ დაპირისპირებას. გასაგებია, თქვენ ჯერ არასახელებთ ღიად თქვენი პარტიის კანდიდატს თბილისის მერობის პოსტზე, იმიტომ რომ იტოვებთ რესურსს სხვა პოლიტიკურ ძალებთან სათანამშრომლოდ და როცა დაასახელებთ, ეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ არ იქნებით. ანუ მინდა რომ რაღაც რეზუმირება მოვახდინოთ ჩვენი დიალოგის. ჯერჯერობით მე ვთვლი რომ მე არ ვიქნები და ესეთი განწყობა გვაქვს. სხვა კანდიდატებზე რა სიტყვით ქალბატონი ინო თქვენ თქვით რომ დიახ არა, არაფერს არ ვიტყვი. ძალიან ბევრჯერ გვიკამათია მე და თქვენ 7 ნოემბერს და 26 მაისთან დაკავშირებით. მე მახსოვს რომ 7 ნოემბერს თქვენ ძალიან დიდი ტრამვა გადაიტანეთ და სრულიად ლეგიტიმურია თქვენი ესე ვთქვათ გულისწყრომა, მაგრამ გარწმუნებთ 26 მაისს რომ იქ ყოფილიყავით, მაშინ არ იტყოდით რომ 7 ნოემბერი უფრო მძიმეა ვიდრე 26 მაისი. იმიტომ რომ შეიძლება რაღაცები გადაგვაქვს როგორც მოქალაქეებს, იმის მიუხედავად ვართ თუ არა პროცესის უშუალო მონაწილეები, მერწმუნეთ 26 მაისი ძალიან მძიმედ გადავიტანეთ. ესე რომ დიახ
ალბათ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ძალიან გულშემატკივრები იყავით იმ ადამიანების, ვინც იქ იყვნენ მათი პოლიტიკური შეხედულებების და მიუხედავად, მაგრამ მე მენდომება, რომ ობიექტურობა მაქსიმალურად იყოს დაცული. 7 ნოემბერს მიუძღოთ ის, რაც 7 ნოემბერს ეკუთვნის და უდაოდ ეკუთვნის და 26 მაისს ის, რაც 26 მაისს ეკუთვნის. კარგი, სხვა კანდიდატებზე ანუ საუბარი არ გსურთ, როცა თქვენ ამბობთ, რომ თქვენ სხვა თანამდებობებზე უფრო უკეთესი იქნებით, ვიდრე მერად, დასახელებულ კანდიდატებს განიხილავთ, რომ ისინი უხდებიან იმ პოზიციას, როგორც არის თბილისის მერობა. არა, ყველა დასახელებულ კანდიდატს 100 თავით ვაჯობებ მეც და ჩემი პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატებიც, 100-ით თუ არა, ყოველ შემთხვევაში 50 თავით ნამდვილად. რაც შეეხება კანდიდატებს, იცით, მოდით ერთი რამ ვთქვათ. ახლა ისევ ვიმეორებ, ნაციონალურ მოძრაობაზე არ ვილაპარაკებ და ნაციონალურ მოძრაობას როცა ვასახელებ, ვთვლი რომ ორივე ფრთაზეა ჩემის მხრიდან საუბარი, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია, ხოლო რაც შეეხება ქართული ოცნების კანდიდატს, დიანა, მე ესეთ რამეს ვიტყოდი. იცით, მოდით ერთი წამით დავივიწყოთ გვარი დასახელი, ვინ წარმოადგინა ქართულმა ოცნებამ. მე უბრალოდ მინდა თქვენ კითხოთ და ჩვენ საზოგადოებას ვკითხო, რა მნიშვნელობა აქვს გვარს დასახელს, ვის დაასახელებს ქართული ოცნება. ქართულმა ოცნებამ ხომ დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა არც ერთი პირობა არ შეასრულა. არც ერთი, რომელიც მან გასცა მოსახლეობაზე. არც ერთი პირობა, რომელიც ეხებოდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ საკითხების გადაწყვეტას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სოციალური და ეკონომიკური ანუ დემოკრატიული მოძრაობიდან თქვენ იქნებით რამეს კანდიდატი თუ დიმიტრი ლორთქიფანიძე, მაგალითად ერთი და იგივეა, გიორგი ახვლედიანი? არა, ხა მე არ მინდა რომ ესე ვთქვათ დეტალებში შევიდე, ხო? პარტიას ყავს ლიდერი და თავმჯდომარე და ყავს ერთი ლიდერი, იმიტომ რომ მას რაღაცა გამოკვეთილი ნიშნები აქვს, ხო? ამავდროულად ყავს ღირსეული ლიდერები, რომელთაც თავისი ადგილი აქვს. ხა მე არ ამგონია რომ ეხა ეს სწორი იყოს ჩემი და რომელიმე კანდიდატის შედარება, ხო? ეს არ არის არც კორექტულია, არც სწორია. ნუ ვილაპარაკებთ ამაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არც ერთ კანდიდატურას არ დავასახელებ. საბოლოო სიტყვას არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ გეტყვით, იმიტომ რომ ეს კონსულტაციები მიდის, იმედია არ მიწყენთ და როდესაც ჩვენ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, ამაზე აუცილებლად გვექნება საგანგებო განცხადება და თქვენს ჩაგაყენებთ. დიდი მადლობა ნინო ბურჯანაძეს, რომელიც ჩვენი სტუმარი იყო და სხვათა შორის მინდა სამართლიანობისთვის თქვა, რომ 7 ნოემბრის შემდეგ ერთადერთი წარმომადგენელი ხელისუფლების, რომელიც ჩვენ ჟურნალისტებს შეგხვდა, თქვენ იყავით. დავამშვიდობები ნინო ბურჯანაძეს, ჩვენი შემდეგი სტუმარია სერგო რატიანი. დღეს პარლამენტში ბატონმა სერგომ გააკეთა განცხადება, რომ უმრავლესობის ლიდერების განცხადებები მას საბჭოთა გადაცემებს აგონებს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ თქვენი გამოსვლის ფრაგმენტი და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. უსმენ უმრავლესობის გამოსმლებს არ შემიძლია არ გავიხსენო წინა საუკუნის 50-იანი 70-იანი წლების საბჭოთა გადაცემები, პრემია ან მოამბე და იქ იყო საუბარი იმაზე, რომ რა კარგად მიდის ცხოვრება 50-იან წლებში წინა საუკუნის საბჭოთა კავშირის გენერალურმა მდივანმა ხრუშოვმა გამოაცხადა, რომ აი შემდეგ 10 წლის შემდეგ ჩვენ შევალთ კომუნიზმშიო და რაღაც აი ესეთი სულისკვეთება არის დღეს დარბაზში. ბატონ სერგო, ვისმა გამოსვლებმა გაგახსენათ ვრემია და მოამბე, სხვათა შორის მოამბე დღესაც ქვია საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, თქვენ ალბათ საბჭოთა პერიოდის მოამბეს იხსენებდით. საბჭოთა პერიოდის. საბჭოთა პერიოდი გავიხსენე, იმიტომ რომ დღეს უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ პირველი 6 გამოსვლა ჰქონდათ განცხადებებში და მთლიან გადამული იყო ესა და პირველი 6 გამოსვლა მიეძღვნა იმას, თუ რა კარგად აქვს საქმე, როგორი წინსვლა არის სხვადასხვა სფეროში და სრულიად არაადეკვატური იყო და უნდა ვთქვათ, რომ საბჭოთა კავშირის დროს და კიდევ უფრო ადრე 35 წელს ცნობილი გემახსოვრებათ, ცნობილი განცხადება იყო სტალინის, რომ ცხოვრება უკეთესი გახსნა და უფრო მხიარული ეს. ლუჩე ჟიცტალა ვისილე, მე არ მემახსოვრება, უბრალოდ გადმოცემით. ხო,
ხო, რასაკვირველია, ოღონდ მაშინ პარალელურად მილიონობით ადამიანის ანუ შიმშილისგან იხოცებოდა უკრაინაში მაგალითად და სხვაგანაც, ხო? ესეთი მიდგომა, როდესაც თვითკმაყოფილებას გამოხატავს, ასე ვთქვათ, გუნდი და მთავრობა და ყოველწუთში ამბობს, რომ რაღაცა კარგი გააკეთა, მაშინ როდესაც საქმე საკმაოდ ცუდად მიდის და ეკონომიკურ კრიზისში არის და მე უბრალოდ უნდა შეგახსენოთ, რომ წარმოიდგინეთ იმატა სიგარების მაჩვენებელმა, როგორც სტალინის ეპოქასთან პარალელი სწორია თქვენი მხრიდან, ანუ რამდენად მე უბრალოდ მაშინ ხო, აი რამდენად ადეკვატურია ასეთი შეფასება? ხო, ერთმა მოაზროვნმა თქვა, რომ ისტორია მეორდება, ოღონდ პირველად როგორც ტრაგედია, მეორედ როგორც ფარსი. აი ეს ჩვენ დღეს ფარსი ვიხილეთ, როდესაც რასაკვირველია, ხო მე არ ვადარებ რაღაც რეპრესიებს და ძალიან მძიმე საბჭოთა წარსულს, ოღონდ დემოკრატიულ სახელმწიფოში, როდესაც მსგავსი რამე ხდება, საბჭოთა კავშირის ლიდერების უკან იდგა რეპრესიული მანქანა, სადაც საერთოდ შეიძლება და ანუ ვერავინ ვერ გაიგებდა რა იქნებოდა, ხო? ამ შემთხვევაში ესე თქვა დემოკრატიულ ქვეყანაში, როდესაც შენ გინდა შენი განცხადებებით გადაფარო შენი წარუმატებლობა უბრალოდ სასაცილო არის და არაადეკვატური და ყველა ხელისუფლება რომელიც იწყებს ასე ვთქვათ თვითკმაყოფილებას მიეცემა ბუნებრივია სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება. ახლა პრობლემები რაში ანუ ხელისუფლება უნდა ამდგარიყო დღეს და თვითკრიტიკით დაკავებულიყო ბატონ სერგო ეს იქნებოდა თქვენთვის ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელი ქრონიკა კურიერი და მოამბე? ანუ რა უნდა ნებისმიერი ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის იქნება თუნდაც ნებისმიერი ხელისუფლება რომელიც თქვენ გახსოვთ სხვა ნაციონალური მოძრაობის დროს ადრე წინა ხელისუფლებაში იყო მეტი არის გასაკეთებელი ანუ გზავნილი იყო რაღაცა გაკეთებული რაღაცა მეტი არის გასაკეთებელი კიდევ ბევრია ნებისმიერი ხელისუფლება წინა ხელისუფლების დროს რაღაცა ხო ბევრია ხო წინა ხელისუფლების დროს ნებისმიერი ხელისუფლების ძირი როგორც კი შენ ამბობ რომ ყველაფერი გავაკეთე და აი რა ყველა უნდა იყოს მაყოფილი ეს არის არაადეკვატურობის და წარუმატებლობის დასაწყისი და ჩამოშლის დასაწყისი. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიღარიბეს მიხედვით, როგორც ქალაქში, ისე სოფლად უკან მიდის, რომ ფასები იზრდება და ყველაფერზე იზრდება, მაგალითად იგივე მედიკამენტებზე სერიოზული პრობლემა. სერიოზული პრობლემა გვაქვს ასევე პარლამენტში თქვენი კოლეგები ვერაცნობიერებენ რეალობას. ვერაცნობიერებენ, ხო, აბსოლუტურად ვერაცნობიერებენ რეალობას და თვითკრიტიკული კი არ არის. საქმე პარლამენტი არის ადგილი, სადაც შენ პრობლემებს ასახელებ და მათი გადაწყვეტის გზებს ამბობ. მე ამბობ, რომ რაღაც თავზნაცარი უნდა წაიყარო, არ არის ეს აუცილებელი თუ რომ, მაგრამ შეიძლება უფრო ადეკვატური იყოს, მაგრამ პრობლემაზე უნდა ილაპარაკო და გადაემას. როცა შენ გინდა რეალობა გადაფარო შენი გამოსვლებით, უბრალოდ ეს სასაცილო არის და მე ეს აღნიშნე, რომ აი ნინო წილოსანის გამოსვლა მოვისმინე მაგალითად ბატონ სერგო რომელიც მის რაიონში რაღაც წარმატებებზე ნაბეღლავის ქარხანაზე საუბრობდა და ასე შემდეგ. ანუ ამ გამოსვლებმა სრულად ვერ მოვასწარი, იმიტომ რომ ეთერში შემოვდიოდი ამ სტილის გამოსვლებმა გაფიქრებინათ თქვენ რომ რაღაც ვრემეასთან და მოამბესთან ქონდათ საქმე? რაღაც წველადობამ იყო საბჭოთა კავშირის დროს გახსოვთ წველადობამ იმატა უფრო მეტი კვერცხი დაიდო ამ 5 წლებში და ასე შემდეგ. ხო აი აბსურდი არის ხო? ის რაც თუ რამე კეთება იმას ხედავენ ადამიანები, მაგრამ ადამიანების წინაშე არის პრობლემები, რომლის მოსმენაც მათ აინტერესებს. მე მგონია, რომ დღეს გაცილებით ეფექტური იქნებოდა, რომ კონკრეტული ანუ ის პრობლემა ყოფილიყო დასახელებული და იმის გამოსწორების გზა ყოფილიყო ნაჩვენები. ეს ამას ხო ჩვენ ვერ ხედავთ. ჩვენ ხედავთ უბრალოდ თვითკმაყოფილებას და წარმოიდგინეთ თქვენ იგივე გურიაში ერთ-ერთ რაიონში როგორ შეხედავენ მაგალითად გამოსვლას, რომელიც არის გაჟღენთილი ამ თვითკმაყოფილებით. არაფერი თვითკმაყოფილების არანაირი საფუძველი დღეს მე ესე მგონია რომ არ უნდა გქონდეს ქართულ ოცნებას პირიქით საკმაოდ მძიმედ არის საქმე ყველა მიმართულებით. ეს არის კარგი, ბატონ სერგო. მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას მე მინდა ერთი მნიშვნელოვანი ვიზიტის შესახებ ვკითხოთ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი ბუკიკიო ჩამოდის საქართველოში. მას ექნება ოპოზიციურ ფლანგთან შეხვედრა. მართალია უმრავლეს
უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმას არ უკავშირებს, ის უკავშირებს საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესს მის ვიზიტს, მაგრამ ეს საუკეთესო საშუალება იქნება ალბათ ოპოზიციისთვისაც საკონსტიტუციო რეფორმაზე დააფიქსიროს თავისი აზრი. ანუ იმ ვერსიაზე, რომელიც მივიღეთ, რომლის პერსპექტივა ჩანს, რომ მესამე მოსმენით იქნება მიღებული. დღეს უმრავლესობა ამბობს, რომ ამ რეფორმის შესახებ ორი სიმართლე არ არსებობს და რომ ეს არის პროგრესული რეფორმა. თქვენ რას უპასუხებდით უმრავლესობის ამ განცხადებას? ნახეთ, დღეს ამ სხვათა შორის მადლობა. თქვენ ჩემ განცხადებაში მაგასაც შევეხე, რეალურად რასთან აქვს საქმე. ქართული ოცნება ბოლო, რა ვიცი, თვეების განმავლობაში უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ ფუნდამენტური საკითხი, რომელიც შეეხებოდა საარჩევნო რეფორმას და გადასვლას პროპორციულ სისტემაზე, მართალია ის იყო გარკვეულწილად გაჟღენთილი მუსოლინის უგულისხმობებით, მაგრამ ეს ამას ამბობდნენ. ანუ ამდენი თვეების განმავლობაში უბრალოდ ატყუებდა ქართულ საზოგადოებას და თავის ამომრჩეველს მოყავდათ საჯარო მოხელეები და ატყუებდნენ, რომ ისინი ცუდი იყო წინა საარჩევნო სისტემა, რომელიც დაკავშირებული იყო მაჟორიტარებთან და პროპორციულთან, ისინი პროგრესს მიაღწევენად სულიან ყველაფერს და ასევე უმტკიცებდა ამას საერთაშორისო საზოგადოებას, ვენეციის კომისიას, ბერლინში იყო შეხვედრები და იქაც და ყველგან მთელი ეს ამ დროის განმავლობაში იყო უმსგავსო ტყუილი, ხო? და ერთ ღამეში, ერთ წინა საღამოს ფაქტობრივად შეცვალეს ყველაფერი და რეალურად მოატყუეს როგორც ქართული საზოგადოება, ისე საერთაშორისო საზოგადოება. ეს ძალიან სერიოზულად ურტყავს არაუბრალოდ ხელისუფლების ასე ვთქვათ რეპუტაციას, ეს რეპუტაცია უბრალოდ აღარ არსებობს ამის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებაში, როცა უბრალოდ ჯდები მოლაპარაკების მაგიდასთან ერთ დღეს ამბობ ერთს და შემდეგ უბრალოდ იტყუები. მსგავსი ტყუილი მე 2012-14 წელს როცა მოატყუეს საზოგადოება, რომ არ ვიცი, უფასო ფული იქნებოდა, ტარიფები იქნებოდა და მე როგორც კი გაიმარჯვეს თქვენს რომ ეს არაფერი არ იქნება და ჩვენ რაღაცები გათვლებში შეგვეშალა. კარგი. ბიძინა ივანიშვილმა თქვა. აი, ამის შემდეგ ესეთი მასშტაბური ტყუილი პოლიტიკაში მე უბრალოდ არ მახსენდება. კარგი, უმრავლესობის წარმომადგენელს ჩვენ რეკლამის შემდეგ გავესაუბრებით. დიდი მადლობა სერგო რატიანს, ის ევროპულ საქართველოს წარმოადგენდა. რეკლამის შემდეგ ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად ბრუნდებით. გარეუბნებში ნუ ანალიზ თუ გააკეთებ ბოლო არჩევნების ესე იყო. გასაგებია. მაგრამ აქ არის განსხვავება 1-2%, მაგრამ ხარდაჭერა რა თქმა უნდა არის მაინც დიდი. პერიფერია რას ნიშნავს ახლა? გარეუბანს, თქვენ გაუსვით ხაზი ცენტრალურ უბანს. ამიტომ თქვენ უფრო კარგად უნდა იცოდეთ რას გულისხმობთ. ცენტრალური უბნებიში, კი ბატონო. არა, პერიფერია და გარეუბან შორის დიდი განსხვავებაა. კარგი, ლევან, პერიფერია და გარეუბანი დაახლოებით ერთი და იგივეა, ანუ ვთქვათ, ქალაქი რომ წარმოვიდგინოთ, მის გარეა, ანუ ცენტრის გარე, ცენტრის მიღმა, პერიფერიაზე დაახლოებით ერთი და იგივეს ნიშნავს. ბატონ ლევან, თქვენ თქვით, რომ თქვენს კანდიდატს ექნება იმდენი მხარდაჭერა, რამდენიც ოცნებას, თუ მას პერსონალურად ექნება უფრო მეტი მხარდაჭერა. ვინაიდან 2014 წელს დავით ნარმანიას გასამარჯვებლად მეორე ტური დასჭირდა და ეს იყო რაღაც 2 წელის გასული მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მარცხიდან და თუ ისინი ძალიან ცუდები იყვნენ, როგორც თქვენ ამბობთ, მაშინ ყველაზე კარგად ეს პოლიტიკური მეხსიერება სწორედ 2014 წელს უნდა ჰქონოდა საზოგადოებას. ანუ მაშინ კანდიდატი იყო არასწორად შერჩეული და დღეს უფრო სწორად ყავთ შერჩეული, თუ როგორ იქნება ესეც აგვიხსნათ? მე ვერ ხვდები რა მნიშვნელობა აქვს ახლა 1%-ით მეც აიღებ თუ ნაკლებს. აქ თქვენ მესაუბრებით შედეგზე, მე გეუბნებით ქართული ოცნება მოიგებს. რამდენ პროცენტს ავიღებთ? როგორ დამთავრდება ამას? ეხლა წინასწარი პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპისთვის რთულია და მე მაგალითად თავ შევიკავებდი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე შეიძლება ეს ყველაფერი წინ დადგეს. მე მგონია რომ რამოდენიმე პერიოდის მერე რაც დაიწყება საარჩევნო კამპანია, პროგნოზირება გაცილებით მარტივი იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი არის შედეგი და შედეგი იქნება ის, რომ ქართული ოცნების კანდიდატი არა მარტო თბილისში, როგორც მერობის კანდიდატი, ასევე თქვათ მაჟორიტარების საკრებულოებში და სხვა ქალაქებში
იქნებიან გამარჯვებულები. ამაზეა საუბარი. თქვენ რა გაინტერესებთ კონკრეტულად ეხა ბატონი კალაძე 50%-ს მიიღებს 60 თუ 75. არა, მე მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ. თქვენ როგორ ფიქრობთ? კალაძის პროცენტები ეს იქნება მისი ინდივიდუალური პროცენტები თუ ოცნების და მისი პროცენტები ერთად? კომპლექსი არის, რა თქმა უნდა, ეს კომპლექსში აღიქმება კანდიდატი იქნება ქართული ოცნებიდან, შესაბამისად, მისი პიროვნებაც დამატებითად ბუნებრივია, დამატებითად მოიტანს კიდე უფრო მეტ წარმატებასაც, ხმასაც და ასე შემდეგ. გასაგებია, შაბათს გაქვთ თუ არ ვწდები? დიახ, შაბათს გაქვთ თუ არ ვწდები მისი ოფიციალური წარდგენა? კონკრეტული ციფრის თქმა, მე ამ ციფრს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ კამპანია არ არის ჯერ დაწყებული. ჩვენ სადღაც ამის პროგნოზირება უკვე შეგვეძლება ერთ თვეში დაახლოებით, როდესაც გვექნება პირველადი მონაცემები, გვექნება დათვლილი გვეყოლება ჩვენი მხარდაჭერთა რაოდენობა და იმის მიხედვით მე უკვე ჩვენ შეგვეძლება რაღაცა კონკრეტული პროგნოზების გაკეთება. ბატონ ლევან, ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე წარადგინა თავისი მერობის კანდიდატი და პლუს წარადგინა პარალელურად საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. თქვენი პოლიტიკური ძალაც ასეთ წყვილში წარადგენს თუ არა კალაძესთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატს? მოვლენებს წინ გაუსწრებთ, ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება ქალაქის მერის კანდიდატურის წარდგენა, შესაბამისად, მას მერე იქნება ცნობილი, თქვათ, როგორ მივდივართ, როგორი კამპანია გვექნება, რა სტრატეგიას ავირჩევთ, ვინ იქნება ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები ქალაქის მასშტაბით, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამავდროულად, იმიტომ რომ საკრებულოც არის მთავარი, საკრებულოს მოგებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ორი მიმართულებით იქნება ბრძოლა, იქნება მერობის კანდიდატისთვის და ასევე თითოეული დეპუტატისთვის, რომელმაც შემდეგ უნდა შექმნას თბილისის საკრებულოში უმრავლესობა. დიდი მადლობა ლევან გოგიჩაიშვილს, ის უმრავლესობას წარმოადგენდა, იყო ჩვენი სტუმარი, დღეს დღის ამბები ამით დასრულებულია.